ის აკონტროლებს ყველაფერს. საზოგადოებაში მას ასე ახასიათებენ. რატომღაც იქმნება შტაბ-ეშტილება, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მარტო იღებს. მას ეკუთვნის 30,000 კაცისგან შემდგარი უწყება, რომელიც თავის მხრივ ქვეყანაში არსებულ ყველა სხვა ინსტიტუტზე ზემოქმედების საუკეთესო ბერკეტია. მას საუკეთესო პოლიციელის სტატუსი აქვს და მისი სახელი შიშთან ასოცირდება. ეს ერთი მხარე. მეორეს მხრივ ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირებენ სისხლიან სპეცოპერაციებს, ბიზნესმენების სადამშრალო ღონისძიებებს და დარბეულ აქციებს. სააკაშვილის შემდეგ მას ხელისუფლებაში მეორე რგოლად მოიაზრებენ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას მასთან ათანხმებენ. ის ერთადერთი ძლიერი მეორეა, რომელმაც იცის, რომ პირველობის ამბიცია არ უნდა გაუჩნდეს. ძლიერი, რომელსაც უკანასკნელი 5 წელია ერთი ბიჭის აჩრდილი დასდევს და მასაც და საზოგადოებასაც საბედისწერო შეცდომას ახსენებს. შეცდომას, რომელმაც პირველი პოლიციელის მეუღლის სახელის სტრასბურგის გადაწყვეტილებაში არსებობა განაპირობა. ვანო მერაბიშვილის პოლიციური ანატომია. ივანო ვანო მერაბიშვილი დაიბადა 1968 წელს 15 აპრილს სოფელ უდეში, ადიგენის რაიონში. 1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტი. 1992-95 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და აგრარულ უნივერსიტეტში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად, უძროს მეცნიერად თანამშრომლად. 1995 წლიდან მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტი იყო. 1996 წელს თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი გახდა. ჰყავს მეუღლე თამარ სალაყაია და 2 ვაჟიშვილი. 1999 წელს მერაბიშვილი აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2000 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2004 წელს ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2004 წელს 26 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დანიშნა პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა. ამავე წლის 7 ივნისიდან 18 დეკემბრამდე გახლდათ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი. 2004 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად. ვანო მერაბიშვილმა პოლიტიკური კარიერისთვის მზადება, როგორც ჩანს, 1995 წელს დაიწყო. მერაბიშვილის მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის წერილ განცხადებაში ვკითხულობთ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს პატონ რამაზ ხურუძეს, უნივერსიტეტის სამთო გეოლოგიური ინსტიტუტის გეოდეზიის კათედრის ასისტენტის განცხადება ივანე მერაბიშვილი. ისევ განცხადება. გთხოვთ გამათავისუფლოთ და გამებული თანამდებობიდან 1995 წლის 21 ივნისი. ორთოგრაფიულ შეცდომებს შორის ადვილად იკითხება ის, რომ მეცნიერ თანამშრომელი მერაბიშვილი სწორედ ამის შემდეგ იწყებს პოლიციელი მერაბიშვილობისთვის მზადებას. საქართველოს პოლიციელებს, სპეცნაზელებს, ყველას, ვისაც მისი ვალი აქვს დაიცვას საქართველოს საზოგადოება. არავითარ შემთხვევაში არ შეკიტოგდეთ ხელი. თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს პოლიციელის სიცოცხლეს. საქმე ნომერი 2509107. განაჩენი, სტრასბურგი, 2011 წლის 26 აპრილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების თავდაპირველმა ეტაპებმა ჩატარებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგულიანის სხეულის აღმოჩენის შემდეგ ჩამოაყალიბა 2 ფაქტი. ის, რომ გარდაცვლილსა და ლევან ბუხაიძეს ყოფნა კაფე შარდენში დაემთხვა შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სამეგობრო წრის იყოფნას, რომელიც შედგებოდა ამავე სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან. კაფეს დატოვებისას 2 მსხვერპლს შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირებმა, რომლებიც იქცეოდნენ როგორც პოლიციელები. ეს ინსტიტუციური კავშირი და იერარქიული სუბორდინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებსა და იმ პირებს შორის, რომლებიც იძიებდნენ ამ საქმეს, არის კიდევ უფრო მეტად თვალშისაცემი, რადგანაც დათა ახალაია მინისტრის მეუღლის მეგობარი და ამავდროულად გია ალანიას უშუალო უფროსი იყო. შესაბამისად ის გახლდათ პირი, რომელიც პასუხს აგებდა სანდრო გირგულიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე. ინტერესთა ამ კონფლიქტის არსებობა სასამართლოს აზრით შემდგომში გამწვავებულია იმ მიზეზით, რომელიც საჯაროდ არ ყოფილა ცნობილი. დათა ახალაიას მონაწილეობა გამოძიებაში ჩანს 2006 წლის 24 თებერვლის სამინისტროს დოკუმენტში, რომელიც იყო კლასიფიცირებული როგორც შიდა მოხმარების დოკუმენტი. ამ დოკუმენტის შინაარსი შემდგომში ადასტურებს, რომ სულ მცირე 2006 წლის 2 თებერვლისთვის
დათა ახალაიამ უკვე იცოდა დანაშაულში მისი კოლეგების შესაძლო მონაწილეობის შესახებ. თუმცა თვით იგი არ გასულა საქმიდან, უფრო მეტიც. თუკი დათა ახალაიას ჩვენებებს დავეყრდნობით, სასამართლოს შეძრულია იმ ფაქტით, რომ თვით შინაგან საქმეთა მინისტრმა არ გააუქმა მისი ბრძანება, რადგან ფაქტებისა და გარემოებების მიხედვით ჩანს, რომ მის დაქვემდებარებული პირები და შესაძლოა მისი მეუღლეც ჩარეულნი იყვნენ ამ საქმეში, რაც თავის მხრივ იქნებოდა მხოლოდ პროფესიული და მახვილგონივრული გადაწყვეტილება. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, მაგრამ პირიქით მან გასცა განკარგულება დათა ახალაიას განებრძო გამოძიება. ძალიან განერვებული ვარ ეს დღები, წელი რო ზრუნდება, სულ გიჟათა ვარ გწეული, რომ ბავშვი ერთი წელია თურმე არ მინაღავს. სანდრო გირგულიანის მკვლელობიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ ისეთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ხდება ცნობილი, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სწორედ დათა ახალაიას დაავალა გირგულიანის მკვლელობის გამოძიება. საზოგადოებას კი საწინააღმდეგო ახსოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის დათა ახალაიას და სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის ბრიფინგი, სადაც ამ ორმა პირმა ძიების დასრულებამდე თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ განცხადება გააკეთა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ვისთვის იყო განკუთვნილი გადადგომის ეს სცენა. ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობით აღშფოთებული საზოგადოებისთვის თუ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის სახელის მკვლელობასთან ასოცირებით გაკვირვებული დიპლომატიური კორპუსისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს სცენა სხვა სპექტაკლიდან იყო, რომელიც დასრულდა თუ არა, არაფერი იცის. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვასილ სანოძის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ოფიციალური ვერსიით ის იარაღის წმენდის დროს გავარდილმა ტყვიამ დააზიანა. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ სანოძე ამ დროისთვის ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას, რომლის სახელიც მკაცრად გასაიდუმლოებულია. გენერალური ინსპექციის უფროსი ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა და ფეხზე ადგა. ეს აჩრდილის მიერ კარდაკარ ჩამოტარებული საქმის მხოლოდ ერთი ეპიზოდია. ეს ადამიანები გარეული არიან ჟვანიას მკვლელობაში. ეს კვალი, ეს ადამიანები მელნიკოვის ჩათვლით არიან გარეული ჟვანიას მკვლელობაში. როგორ ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ კვალი მიდის მათთან. იმიტომ არის ეს მცდელობა, ჯერ 6 თვე მოუკლეს, ეხლა კიდე 9 მოუკლეს და პრაქტიკულად მაგათ უფლება აქვთ, რომ დღეს-ხვალ გამოუშვან ისინი გარეთ. იმიტომ რომ ისინი გარეული არიან უამრავ ბოროტმოქმედებაში, რომელიც მერაბიშვილის ხელით არის ჩადენილი ამ ქვეყანაში და მინდა გითხრათ სრული პასუხისგებლობით, რომ ამ ადამიანებამდე მიდის კვალი ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით. იმიტომ მიდის ისეთი დაცვა მაგათი. სულ რო არ ვიყოთ ჩვენ, არც ხაინდრავა, არც გაჩეჩილაძე, არც გრეჩიხა პატარა, არც განკვე, არც ალასანია, სულ რო არავინ არ ვიყოთ. და ქართული საზოგადოება არ იყოს, აი ეს ნიაღვარი იმ ბოროტმოქმედების, რომელიც ჩადენილი აქვს და რომელიც მოედინება მისი გარემოცვიდან, აი ის წალეკავს მაგას და წალეკავს ძალიან მაგ. მინდა გითხრათ, რომ ხდა დღეს ხარ მოხდა უდიდესი ტრაგედია. დაღუპულია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ზურაბ ჟვანია. და სტატისტიკა მოყავთ და დემონსტრაციებს აწყობენ ჩვენი უდანაშაულო დაღუპული ბიჭები. დღეს ეს რომ მოეკლათ ეს ბანდიტი, ასევე გამოაკრავდნენ ერთ-ერთ მიტინგზე უდანაშაულობს ხერხლი სახელმწიფო ტერორის. და იმათ სინდისზე იყოს, ვინც ამ პლაკატებს აკრავს ამ პოლიციელის სიცოცხლე. სადაც იარაღია გამოსახენებელი, იარაღი უნდა იქნას გამოყენებული. არასამთავრობო ორგანიზაციები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ გაერკვიათ რეალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად რამდენი ადამიანია მოკლული და რამდენი საქმეა გამოუძიებელი. სია საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა. გიორგი ინასარიძე 2003 წლის 20 დეკემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორში ნახეს ჩამომხრჩვალი. ოთარ გველუკაშვილი 2004 წლის 20 იანვარს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს.
ანტონ უგულავა 2004 წლის 9 მარტს დაკავებისას მოკლეს. დიკო ბარქაია და ზაზა ფანცქელიძე 2004 წლის 17 მარტს მოკლეს ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციისას. ევგენი და ომეხ აფრასიძეები 2004 წელს მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. ხვიჩა კვირიკაშვილი 2004 წლის 23 მაისს გლდანი ნაძალადების პოლიციის თანამშრომლების მიერ სასიკვდილოდ ნაცემის სახლში მიყვანიდან 9 საათში გარდაიცვალა. ალექსანდრე გომაშვილი 2004 წლის 22 ივლისს კახეთში დაკავებისას მოკლეს. ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის პანთეონთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია 2004 წლის 23 ნოემბერს ოფიციალური ვერსიით უშიშროების თანამშრომლის ოჯახზე თავდასხმისას მოკლეს. სულხან ლომიძე 2004 წლის 21 დეკემბერს ხელვაჩაურში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა 2005 წლის 29 აგვისტოს აბაშის რაიონის სოფელ მარანში დაკავების დროს მოკლეს. თამაზ კურკუმული 2005 წლის 12 ოქტომბერს თბილისში სპეცოპერაციისას მოკლეს. ალექსანდრე თაბაგარი 2005 წლის 24 ოქტომბერს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩონჩხაათში მოკლეს. ხვიჩა მელაძე, გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი მანჯავიძე 2005 წლის 31 ოქტომბერს თბილისში მოკლეს სპეცოპერაციისას. ლევან გულუა 2005 წლის 11 ნოემბერს თბილისში გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას მოკლეს. რევაზ სარჯველაძე 2005 წლის 14 დეკემბერს დაკავებისას მოკლეს. მურად გიორგაძე, რომან სურმანიძე, მარად ართმელიძე 2006 წლის 12 იანვარს თბილისში მეტრო სამგორთან ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. ვლადიმერ ხოშტარია 2005 წლის 21 თებერვალს დაკავებისას მოკლეს. აკაკი კორკოტაშვილი 2005 წლის 19 მარტს გურჯაანში სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ავთო და ვახო გუმაშვილები 2005 წლის 3 ივლისს სოფელ დუიში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. ვახტანგ მარგოშვილი 2005 წლის 20 ივლისს ქვემო ქართლში ოფიციალური ვერსიით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისას მოკლეს. რევაზ ცალანი 2006 წლის 20 ივნისს მესტიის რაიონში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა სცემეს, რის შემდეგაც ლუდის მიეჯაჭვა და მალევე გარდაიცვალა. სანდრო გირგულიანი 2006 წლის 28 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აწამეს ოქროყანის სასაფლაოს ტერიტორიაზე. გია თელია 2006 წლის 13 თებერვალს სპეცოპერაციის დროს მოკლეს. 2006 წლის 27 მარტს ციხის ბუნტის დროს ოფიციალური ვერსიით 7 პატიმარი მოკლეს. ჯემალ ჩაფიძე 2006 წლის 28 აპრილს მოკლეს დაკავებისას. ზვიად ბაბუხადია, ბუთხუს კიზირია, ვალერი ბენდელიანი 2006 წლის 23 თებერვალს მოკლეს ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში ჩატარებული სპეცოპერაციისას. ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. მიხეილ ბერძენიშვილი 2006 წლის 9 ივნისს საგარეჯოში დაკავებისას მოკლეს. გელა ცინდელიანი 2006 წლის 1 ივლისს ჭუბერში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. ხვიჩა კოკაია 2006 წლის 23 აგვისტოს ხობის რაიონში სპეცოპერაციისას მოკლეს. ვალერი ფხალაძე 2006 წლის 7 დეკემბერს ქუთაისში პოლიციის მიერ მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მიხეილ კარაკოსიანი 2007 წლის 2 აპრილს ახალციხეში პატრულმა მოტოციკლის გაჩერების მოთხოვნაზე არ დამორჩილებისთვის მოკლა. გიგა ჭარბაძე 2007 წლის 25 მარტს თელავში დაეჯახა ავტომობილი, რომელსაც პატრული მართავდა. ალექსანდრე ხოსიტაშვილი 2007 წლის 14 აპრილს სოფელ დიღომში პოლიციის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა. ოლეგ მესხიძე 2007 წლის 9 მარტს სპეცოპერაციისას მოკლეს. ჯუმბერ ნაგერვაძე 2007 წლის 15 ნოემბერს ოფიციალური ვერსიით ბათუმის იზოლატორში თავი ჩამოიხრჩო. თენგიზ გოგია 2008 წლის 1 თებერვალს საკუთარ სახლში სპეცოპერაციისას მოკლეს. როლანდ მახარაძე 2008 წლის 5 მარტს ოფიციალური ვერსიით ბათუმში მძევლების გათავისუფლებისას მოკლეს. გიორგი გამცემლიძე 2008 წლის 8 მაისს რუსთაველის მეტროსთან მოკლა პატრულმა. როინ შავაძე 2008 წელს 16 აგვისტოს ბათუმში მოკლეს წამებით. პატა ქარდავა და დავით ცინდელიანი 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარდნენ საეჭვო ვითარებაში. ნატა ჯიჭონია 2008 წლის 1 სექტემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში დაეჯახა მანქანა, რომელსაც ნასვამი პოლიციელი მართავდა. ალექსანდრე კვეზერელი 2008 წლის 29 სექტემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ზიარში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოკლა. ზურაბ მანთაძე 2008 წლის 30 ნოემბერს რუსთავის გზატკეცილზე ოფიციალური ვერსიით დაკავების შემდეგ საპატრულო პოლიციის ავტომობილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გია ტრიალაშვილი
2009 წლის 20 მაისს თიანეთის გზატკეცილზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა. ჯიმი მეგრელიძე 2009 წლის 9 მაისს ზუგდიდში დაკავებისას მოკლეს. მამუკა ჩარჩხალია 2009 წლის 15 ივნისს რუცუბიძის მესამე პლატოს ასახვევში მოკლეს. ვარლამ ნემსიწვერიძე 2009 წლის 19 აგვისტოს ძევლის გათავისუფლებისას მოკლეს. დღევანდელი პოლიცია თulis რომ ის ეკუთვნის ხალხს, ის წარმოადგენს ხალხს, ის იცავს ხალხს, ის ემსახურება ხალხს და ამიტომ ხალხი პასუხობს ყველაფერს ამას სიყვარულით. ასხივებთ საქართველოსთვის, გამოსცემთ სითბოს საქართველოსთვის და კაშკაშა სინათლეს გადაცემთ რეგიონის ბევრ ქვეყანას და გაზვიადების გარეშე მთელ მსოფლიოს. შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ტყვიები დასჭირდა. Сегодня закрыли оппозиционную телевидение. Объявили чрезвычайную ситуацию в городе. Правильно делали. Давно надо. А если имеется возможность какой-то помощи? Сейчас я пишу резиновые пули. Есть? Потом Газовые какие-то вот гранаты или пули. гранаты есть шумовые и газовые. Оба надо. Вот газовые. Шумовые тоже. ნულოვანი ტოლერანტულობა წვიმანი დანაშაულის მიმართ. მე შემოგვაქვს ცვლილებების სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს, რომ პირის ძარცვაზე, ქუჩის ძარცვაზე, ჯიბგირობაზე, ნარკოტიკების შენახვაზე თლიანად უნდა გაუქმდეს პირობითი საჯელი, არანაირი პირობით საჯელი, ყველა ციხეში. დღევანდელი პოლიცია მთლიანად თავისუფალია კორუფციისგან. 2010 წლის ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია ხელისუფლების შეფასებით საერთაშორისო ნარკოკარტელის წევრების დაკავება და ამ ბიზნესით ნაშოვნი 1,700,000 ევროს ამოღებაა. მერაბიშვილის უწყებამ ამ საქმით ტრაბახი მხოლოდ 8 თვე მოახერხა. კვირის რეპორტაჟის წყალობით გაირკვა, რომ ნარკოკარტელის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დასახელებული ნუგზარ ბოჭორიშვილი დევნილი ბიზნესმენია, რომელსაც მერაბიშვილის უწყების ყველაზე პოპულარული თანამშრომლის სოსო თოფურიძის სახელით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი 3 მილიონ ევროს თხოვდა თავისუფლების სანაცვლოდ. რაზე მინდოდა შენთან დალაპარაკება? ჩემთან რო არის ესა სოსო არ მინდა ხალ გვარის თქმა რა? ხო. ხო ხდები. ხშირად რო გამოდის. ხო. არჩე იმდროს მელაპარაკა რა. ხო და ესეთი რაღაცა მინდა რა რო გიქცა, გარუჩე შენ ძებნასთან დაკავშირებით რა, რომ მოიხსნა ძებნა 3 მილიონი евро ოღონ რა, შეძლებ რომ ჩარიცხო ან კიდე ქეშად რა 1,5 მილიონიო და შენ ძებნა მოგვარდებაო რა, მოუხსნითო ძებნას. ჯო არარსებულ რაღაცებს მედავებიან და ეხლა რა მილიონებზე აქვს ლაპარაკი, ან რომელი მილიონერი მემნახეს. ამ ჩანაწერმა მერაბიშვილის მიერ დაკავებული თუ ძებნილად გამოცხადებული ყველა ბიზნესმენის საქმე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ბიზნესის და მერაბიშვილის უწყების ურთიერთობის კლასიკური მაგალითია ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილთან მეგობრობის გამო დაისაჯა. ხალვაშთან და მის ძმასთან მოლაპარაკებას 17 მილიონის გადახდის თაობაზე უშუალოდ მერაბიშვილის ქვეშევრდომი დათა ახალაი აწარმოებდა. დამაკავეს მეორე დღის ღამის პირველ საათამდე მიდიოდა საუბარი თანხაზე. უნდა გადაგვეხადა ეს სასწრაფოდ 2 დღის განმავლობაში და ვიქნებოდი ხელშეუხებელი კიბარიძე ძებნა შეწყდებოდა და გავაგრძელებდი ჩვენ საქმიანობას ჩვეულებრივ და ეს სიტყვებს მეუბნებოდა თვით დათა ახალაია. ყოველ ნახევარ საათში მეკავშირდებოდა რა იქნა, რა ხდება, იშოვეთ რაიმეს იმედი გაქვს თუ არ გაქვს, თუ არ გაქვს მეწოდები, იმიტომ რომ ჩვენ მათ ფულს მაინც ამოვიღებთ თქვენსგან. ანატომიის მაყურებელს ახსოვს ასევე დეპუტატის თუ ბიზნესმენი გეგენავას დამლაგებლების ფირმაზე მერაბიშვილის კონტრდაზვერვის მიერ გაცემული ნებართვა საიდუმლო საქმიანობის წარმოების შესახებ, რაც სავარაუდოდ დასალაგებელ უწყებებში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას უნდა გულისხმობდეს. ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა უკრაინის არჩევნებში ქართველი ეგრეთ წოდებული დამკვირვებლების მოქმედებასაც. ირკვევა, რომ ვანო მერაბიშვილი მშობლიურ ადიგენის რაიონს აკონტროლებს სომეხ ავტორიტეტთან ნორიკ ახალციხისკთან ერთად, რომელიც თავის მხრივ ლუშკოვის მარჯვენა ხელად სახელდება. მერაბიშვილი ბიზნესმენი, პოლიციელი თუ პოლიტიკოსი. ფაქტია, რომ მისი მშენებარე სახლი ძალიან წააგავს პრეზიდენტისას. Грузинская оппозиция утверждает, что Министр Мерабиშვილი ქართულზე ხშირად რუსულ მედიასთან ჩნდება. სწორედ რუსულ კომერსანტს მისცა მან ერთ-ერთი ბოლო ვრცელი ინტერვიუ, სადაც მერაბიშვილი თითქმის ყველა საკითხზე აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას, მათ შორის არ ერიდება ქართული ეკლესიის ირიბად გაკრიტიკებასაც. პირველი პოლიციელის მსოფლმხედველობის უკეთესად გასაგებად გთავაზობთ რამდენიმე ამონარიც ამ ინტერვიუდან. ბოლო დროს მოსკოვსა და თბილისს შორის კონტაქტები არ არსებობს და გამონაკლისი მხოლოდ საეკლესიო ხაზია. რამდენადაც ვიცი, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის პირდაპირი კავშირები მაინც და მაინც არ მოსწონს. მერაბიშვილი პასუხობს უკომენტაროდ. ჟურნალისტი ეკითხება, მაგრამ ეს მხოლოდ საეკლესიო ურთიერთობა. ამბობს მერაბიშვილი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამაგიეროს ხდით. მერაბიშვილი პასუხობს, რომ ომი ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. იქნება შთაბეჭდილება თითქოს დასავლელ პარტნიორებზე გულგატეხილი ხართ. არა, რატომ ჭკვიან დასავლეთს ჩვენ ვუყვარვართ. უბრალოდ ჩვენ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებთ და არავის ვუსმენთ. ნამყოფი ხართ გარანეთში, ჩვენი სპეცრაზმის ბაზაზე. იქ ჩვენი სპეცრაზმი პირისპირ დგას თქვენ სამხედროებთან. ჩვენი სპეცრაზმელებისთვის ჯავშან მანქანები კობრა შევიძლიათ იმის მიუხედავად, რომ ევროპელები გვეწინააღმდეგებოდნენ, რაში გჭირდებათ რუსების პროვოცირებაო. ჩვენ არ მოვუსმინეთ ევროპელებს და შედეგად კი არც ერთი დაღუპული არ გვყავს ამ ზონაში. ანუ ევროპელებს ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ? მე ვიტყოდი, რომ თითქმის არასდროს, ამბობს მერაბიშვილი. საინტერესოა, ვის უჯერებს შინაგან საქმეთა მინისტრი სააკაშვილის გარდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით ინტერვიუზე დაგვეთანხმებინა ვანო მერაბიშვილი, თუმცა მინისტრმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. შეიძლება ამის შემდეგ მაინც გავარკვია, ასრულებს ის სააკაშვილის ბრძანებებს თუ მოქმედებს დამოუკიდებლად. ან რატომ იშენებს სასახლეს, რომელიც ძალიან ჰგავს პრეზიდენტისას და ბოლოს ვინ არის ის? პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი? ალბათ გაგვცემდა პასუხს საკუთარი მეუღლის ბიზნესზე გაფორმებულ ბიზნესებთან დაკავშირებით და შემოსავალსაც არ დაგვიმალავდა. ან შეიძლება მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაშვებულ ყველაზე დიდ შეცდომასაც ეთქვა რამე. ან საინტერესოა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას როგორც მინისტრი ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პირის მკვლელობაზე, დარბეულ აქციებზე, დახურულ ტელევიზიაზე და ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებზე. ან იქნებ ისიც ისევე ფიქრობს, როგორც სხვები და ამ პასუხისმგებლობას მასზე უფრო ძლიერ სააკაშვილს აკისრებს. სამწუხაროდ ეს ვერ გავიგეთ. ვიფიქროთ საკუთარ ანატომიაზე.